მოგესალმებით მეგობრებო, Raymond Roots-ის რიგით მეორე სეზონის ფინალზე. დღეს ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან Ado და Vekili. ერთი ხმაური ბიჭებს. დღეს გავიგებთ პირველი კამარი წავა ქუთაისში თუ მეორე კამარი წავა მარტვილში. ქუთაისის გავლით მარტვილში. საოცე ჩამოხსნიან ძმა. Okay, პირველი შენის. Okay. შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. ჩვენი პარტნიორი Control Room-ი და ჩვენი მხარდამჭერი Omega MBR-ი. პირველი რაუნდი Vekili. დამე შეკპირდით რომ მიხილავდით ნამდვილ Vekils, ცინიზმით, აგრესიით, მძიმე პანჩებით, ტექსტებით აზრიანი და წინაბედზე დაგანახეთ ვინ არის რეალურად ტრაკიანი. Vekili ისევ გააგრძელებს წინსვლას, ისევ ჩაუდგება სათავეში ამ გლების თარეშებს და პროექტი ვეღარ მოჯვამს ასეთ ნახვის ტომრებს, იმიტომ რომ პროექტი დავტოვეთ რაკის გარეშე. შოკი ხარ. ჩაიჯვი რა. მე თუ ვიტყვი, ჩემ წინ ვინც დგება კვდება თქო, არ ნიშნავს რომ გულისხმო ფიზიკურ გარდაცვალებას, ანდაც წამებას, ამ ბეთლემსების წვალებას და ხსარებას ვერ მოასწრებთ, როცა თქვენში ბეთლემსის სული გაქრება ან გარებას ვერ ეზიარებით, რადგან შენი ბეთლემსობა ყველას გვიმცემს და თუ მოგმართე და თან მოგიწონე ლაინი, არ ნიშნავს რომ შემცირდა შენი გარდაცვალების რისკი, რადგან ყველამ კარგად იცის, შუბზე მოდებული თითების ეს მოძრაობა ნიშნავს სიკვდილს. სასაცილოა და ჩეთერობაა, როგორ გამოიყენე ეროვნული გმირების ფსევდოცოდნა წინა ბეთლზე, მაგრამ ეგ უკვე 1000 ჯერ ნაცადია და შეგუწფელობაში როგორ არ შევიტანო ეჭვი, როცა არ გიხსენებია შენივე მოგვარი აზა ადამია, მაგ ფიშკას არავინ გადაყლაპავს, რადგან ნათქვამს შედეგი მოსდევს ისევ, შეხარ ქუთაისელი, მაგრამ არ გიხსენებია ქუთაისელი სერჟანტი კოხრეიძე, მოკლედ შენ არ გიხსენებია ისინი, ვინც უნდა გეხსენებინა, მაგრამ ახსენე ისინი, ვინცაც მოგიკრავს ყური. რადგან გონია რომ მასებისთვის დასაჯერებელია შენი მოტანილი იაფასიანი ბაზარი, გონია მასებისთვის დასაჯერებელია შენი ჯარისკაცის სალამი, შეთითქოს ღირსეულად მოირგე ჯარისკაცის ფორმა, მაგრამ მე ვიქნები ერთადერთი, ვინც აგახებს მაგ ღირსებას და ერთადერთი ადგილი, სადაც ფასი ეკრება შენს ფორმას, იქნება დეზერტირების ბაზარი. რამდენი ქუთაისელიც არ უნდა მოიყვანო, აქ მაინც ვერ იქნება სიმონეთის ბრძოლა, რადგან ჩვენ სტუმარს პატივისცემთ უკვე 100 წელია, შენ სიტყვებს არ ეტყობა ნატყვი არის და ყველა ჩემი სიტყვა მასპინძელია, ვერ გარღობს შენი ლაინების სიმძიმე საზღვარს, როც მივადოთ თავი თავს, რადგან ჩემი ლაინების მერი ანგრევს ხალხის ტაშის კარს და შენი სიტყვები მოთარეშია, ამას ყველა ვხვდებით, მაგრამ არ მოგჭამო ვენახი თემურ სლენგით, შენი იყოს ყველა საჭადრაკო სულა და ყველა შაჰი, მაგრამ იცოდე, როცა ცდილობი მოგზაურო ჩემს ტვინში, მე კარებს ვუღებ ყველა მდგმულს და ჩემი სისხლი უფრო ქართული იქნება ვიდრე შენი, სანამ ჩემი ვენა ხურს. ამიტომ შენ და შენნაირები ვერასდროს დაადებთ ჩემს გერბს საფასურს, რადგან ყველაფერი იბეჭდება ფირებზე და წინა ბეთლში მიროს დუმილი უფრო ღირებული იყო ვიდრე შენი საუბარი ეროვნულ გმირებზე. ოკეი. ჯერი ბაზრა ქართულ მთებზე, მერე ქართულ ლიტერატურაზე, მერე ეროვნულ გმირებზე, ეს ბიჭი როგორი ეროვნულია, თითქოს აღარც გვინდა არაფერიო, მაგრამ მიროსთან ბეთში რა თქვა, იმას შევეცი ვინც ახსენოს 300 არაგველიო. მოიცა. თუ შენი პათოსია, ეროვნული იდენტობა, საგანძური, ეროვნული ღირსება, ეროვნული სითამამე, წადი გააჯვიდა რამეს უპრაზე ითამადე, ან ვიზზე ნაკლები გმირები იყვნენ არაგველები, ყველა მტერთან სახე ღირსეულად გამოიჩინეს, მაგრამ მივხვდი შენს ჩეთერობას, შენ კარგად იცი რომ ჩემში უფრო ღირსეულად არიან არაგველები და არ გინდა შენზე თესლად გამომივიდეს. ერთი ხმაური წყალი.
ამ მწრეველა ბავშვის ყველა ხელის ამ მწრეველა ბავშვის ამ მწრეველა ბავშვის ყველა ხელის მოძრაობა იკითხება მისივე ხელის გულზე თითქოს მისი ყველა სიტყვა ნატურალურია მაგრამ ცეცხლზე მაინც იწვის ადოს ტყავი აგრესიით იპყრობს მწვერვალებს კისერზე გაუკეთეს ჩეინი მაგრამ არ ეტყობა რომ არის ავი შოუქვენ ეხა ხმაური რა იყო კაცო ბევრი მითქმა მოთქმა რომ ვექილი გავს თემუდან გამოწერილ პელეს ადო ბელტკულტურის გადამრჩენელს ყველა იმას ეძებს რაც უნდა რომ ეძებოს მაგრამ ერთი რამ ცხადია შენი ფინალის მოგების შანსები გავს ინდოელ მაგარნაშას არ არსებობს ძალიან გამიჭირდა შენზე წერა თითქოს არ გქონია ბევრი მიქარო ამ ცხოვრებისეული გზის მაგრამ ეგ იმიტომ არა რომ ბევრჯერ არ ჩაგიჯვამს ეგ იმიტომ რომ ჯერ ხარ 18 წლის მერე მოусმინე შენს ტრეკებს და ერთი აზრი ჩემთვიში მეორდება და მეორდება რომ წინ ძალიან ბევრი ჩაჯმაგელოდება ოკეი ხო ხედავთ მე ჩემი ფეხით მოვედი აქ დონის დასადებად ვერც ერთი ვითომ იმპერატორი ჩემ წინ ვერ გადადგება ამიტომ შენ კოლიზეუმში ყველაზე მეტი ფლეივა მისროლია ეს იმას ნიშნავს რომ შენი გადაწყვეტი იწყება ახალი ისტორია ისეთი განვითარება დავდე ჰიტლერმა ხელი კი არა ხელებიც ამიწევიაო მაგრამ რა გინდა ვინ გიფასებს მე-12 ჟამს შეიძლება სახეზე ღიმილი ვერა მაგრამ როგორც ჯოკერი ხალხის საყვარელ პერსონაჟებს კლავ რაუნდი პირველი რაუნდი ადო ბიჭო ნახე მე თუ აქ გამოვედი შენ არ გაგიქთენებ კარგ დილას ეს შეინი ჩემი არ არის და გარეთ რო გავალ პიში მოგცემს კილა კაროჩე ნახე და შენით გაიქეცი ბიჭო თუ ამჩნევ ადო ხურდება ყველა შევეცი შენი ჩათვლით ვისაც გმირების ხსენება უტყდება ბიჭო ოკეი სანამ უშუალოდ რაუნდზე და გადავალ და დაილეწება ფანჩის ესკილა მინდა შენ ძმაკაც კარგად შევახსენო რომ ჩემ ყელეს წამოიღებ სეზონს ვეკილა როგორ ჩას თვითონ არ კადრულობს და ახლა დროა სერგი გაგაცნოთ ადვოკატი ბეთლაობს და თავისუფალ დროს ფეხბურთს თამაშობს 24 წლის კაცი ვინც ხელი არის ბიძზე ნადრევა დაბერებული და ბაბუა ჩემის ვიძე ამჟამად მოღვაწეობს რაიმენ დრუჩი და დროა გზები გაიკვალო სანამ ჩემ თავზე სახარებას კითხულობენ კრავოს ჯობს დაიმალო კარგი ახლანდელი გავიგე და დროა გადავიდე წარსულის ხედვაზე და აგიხსნათ რას კარგი ახლანდელი გავიგე და დროა გადავიდე წარსულის ხედვაზე და გავიხსნათ როგორ იმყოფებოდა სერგის სფერო ჰოლდინგთან კარიერულ მწვერვალზე ბიგესამ კარგად ვერ ახსნა და დროა კარტი გავშალო მორიგი და აგიხსნათ რას ემსახურებოდა სფერო ჰოლდინგი ხალხს ბინას აგირავებდნენ ფულს იღებდნენ და ეს იყო მარტივი სქემა მაგრამ გაინტერესებს ხალხს როგორ მოეხსნენ ამ ნაგირავე ფულს უკან არ უბრუნებდნენ და ბოლოს უსახკარო ტოვებდნენ სერგისაც უნდა და ფული შოვნა და სულ მოძრაობაში გაეძრო აკრობატი და ჩვენი საამაყო ვეკილი იყო სფერო ჰოლდინგის ადვოკატი და ეს ისია ჩაჯმული მწნერი უკვე კისერშია ეს იყო მათი ადვოკატი და გამოიცანით რა მოხდა ახლა ყველა ციხეშია და დაფიქრებული იყავი სანამ კლეობას იზამდი ბიჭო მაგას რომელი კაცური სინდისით იცავდი და ეს კრისა დღეს თავისუფლად დაწრწის თბილისის ქუჩებში შენ არ ქათმებს სულ ხელე უნდა დაადო ტუჩებში მე დღეს დავაქცევ მელანს თუ არ გაგდებ ხელიდან პასტას დღეს გავიჩიტები გიორგი რუსი და პირში მივცემ ამ ქათამს მოიყვანე მოიყვანე ვინც გინდა გამოიყენე ედო ტენსეი მაგარი კრაუდი ყავს ერთი მთვალია და მეორე სენსეი და ვაფშე ვისაც ამასთან გაქვთ შეხება და თავკაცობთ ერთი შეკითხვა მაქვს ამ ყლესთან რანაირად ძმაკაცობთ და ისიც მიტყება რომ ამასთან ვიყო სცენას პროსტა მინდა კამარი ჩვენ თუ დღეს ერთ სცენაზე ვიდგებით ბოლოს ვიქნები დრეიკი და ლამარი მე ვიქნები პროჭი მიმტანი და ჩაგიფუთხებ წვენში და ჩემი პანჩებიც იქნება მწარე და ამოგადენ ყელში მიდი მორწყე გაზარდე რომ ნაყოფს კონდეს კარგი ფერი ალბათ ბერმაყუსას მოხევ მომუკათუა შენი დელივერი და არსებობს სამი დაუწერელი კანონი რომელიც ყველა მიცი
მოცის არენდოდ ბოზის რემლებს ნარკომნისფის და ვექილის ღიმილს აი გააჯვირას გოხ დღეს თუ ხარ დიარდევილი და შენი ეშმაკის დუმილი ყბედობს ვექილის სამართალიც ბრმა და მეწავართმევ ხელჯოხს რომ დაეკარგოს ორიენტაცია და ბრმატყვია კარგად გავარდეს ვერ შეამჩნიოს წინაღობა და მისივე ჩაშვებულებში ბაწრი ჩავარდეს ცუდი პატარძალი ხარ არ გინასროლად აიგულის ვექილს რო ვუყურებ წმუნდები რომ ადამიანი მუტაციაა მაიმუნის და ეს ტრეკში ამბობს მე ჩემ შვილს ღმერთთან სიახლოვის გამო დავართმევ იუდას ალბათ ამ ბარების სიღრმეს ვერავინ გამოიცნობს არაფრით გავხარ ღმერთს მაგრამ შენი შვილი რომ მიხვდება ვინ იყო მამამისი თავს ჩამოიხჭობს მე ვარ მარსზე და ჩემი სნიკესით მივდივარ მაღლა რო საოჯახო ვასახელო და ტკბილ ქვეყანაში სენსეიმ არაფრის მომცემი მრგვალი სურპრიზი გაზარდა რაფაელო და მე ალპზე ვზივარ რომ გოლდმა აკონტროლოს თქვენი კოლონა დღეს მე ვიქნები დოკი და სახელოსნოს უნდა მოვაშორო ძველი კორონა სტიჩისთან ბედში ყველა გაოცა მისი თესლი ვოკალით ჯერ სეზონი წამოიღე და მერე შენ და მომგან ფილმი გადაიღეთ და ჩვენ მოვკალით შეიკრიბა გენგი და ჩემზე იმდეს ფიქრობ ჩემი დუმილი გესმით შენ და სენსეი მენა ორიგინალი ყლეები ხართ ბრატ ვერავინ შექსვით მე ჩუმად ველის შედეგს სანამ ჩემი მიზნები საუბრობს მაგარ ბარებში თავ ყლეს ისეს რომ მარტო შენი ძმაკაცი ხმაურობს და ვნახოთ ახლა რომელი ხოდით გამოდი და ბეჭირეები შეგეცვლია ვიცი რომ გმირები უნდა მიხსენო და თუ გონია მარტო გმირებზე მაგ ხმაური კლიფონა ანთქვიო მომისმინე სუპერ გმირები ჩამოთვლა შემიძლია მე და ტონი სტარკი ყველა ქალაქში გავაქვს ბოტებს სანამ შენ და შენი ძმები უბანში ლოთაოთ მე და ბეტმენი გავანათებთ გოთემს შენ და თანოსმათიდები აწკაბუნეთ გულები მოხდოთ უდაოდ მაგდროს მე და სპაიდერმენი ნიუ-იორკში ჰამაკში ვგულაობთ ხოდით დაიქოქები ჯაჭვებზე დაგაბამ და არაიშო თორე გოსტრაიდერი გაცხარდება აქვამენს წყალში არ ჩაუყარო ბოთლი თორე ბრიუს ბენერი გამწვანდება მე ვარ ვექილზე ჭკვიანი ზაპროსტა ჩემზე დიდია ხო მე დის და მარუეს ერთად ვახსენებ და ეგ ფაქტი ყელეზე მკიდია ძმა მე აქ სხვანაირი ხოდით გამოვალ ალბათ ყველა გამიგებთო ფეგურცეს მაგარი ტექნიკით ამოშოს პასი მომეცი თორე დაგიჭერთო შენს კლიენტ ჭირდება კილო და კართან შეიკრა გუნდური შენს მხარეს ყველა იცავს და მიტო არ მოხსეს კუთხური ამის ბიძზე ბაზარია ცალკე მოვლენა სტუმრები ნაადრევად გააცილა იმენამ თვალის სიძასავითაა ყველა დრობს ააცილა თითქოს უნდა რომ რამე აზრიანი წეროს და ყველაფერსაა მოდებული მაგრამ ამის მცდელობები ყელებს ფსიქოლოგის რჩევას გავს აზრსაა მოკლებული და თუ დღესესდებით ყვილის შემტონ და პროჯექტ ზაღლივით დამადგე თავზე მე შენზე ვიბაზებ სიმართლეს და ლაინების ხურს დავსვავ ბრალდებული სკამზე რადგან მაგ მომენტში ჩენი სიტუაცია გამოუვაზგავს სიმართლეს ვერ გაიქცევი და შენივე კანონებით მაგ სკამზე ადვოკატი ვერ იმართლებს თავს სკოლაშიც მაგრად სწავლობდა უნდოდა ნათელი მომავალი და ხელშეკავა ფანარი შენი გეოგრაფიის მასწავლებელი მოვთხან ბიჭო მაღლა კი ქუთაისის უბანი არ არის ბეთლის მერე დავლიოთ შეძახილი თქოს უამრავმა სადღერძელომ პროსტა ამ ბეთში ჩემზე ვის ტყუილი თქოს იმას შესწამ ქიანმა სარეპერომ და თუ ამ ყველაფრის მერე ვინმე ვექილის სახეზე შედგებით ისიც არ დაგავიწესო სარგი შეგადგება წესდებით და დღეს ვაპირებ რომ ფაქტიდან ფაქტზე ვიბაზო და ყველას დავუვლი რადგან ეს იქნება სიმართლე და ბიგეს ასავით გვერდს ვერაული და საერთოდ რასაც ვებაზრები ნეტავი თვითონ თუ ხვდება შეკლეო რანაირი ავტოგრადი ხარ პირველ ბეთში მე დავიცავი კაცის უფლება და არ გეგონოს რომ შეზე მოქვს გადავლის მუღამი პროსტა უვიც უნდა ასწავლო ასე მზრდი და ქუთაისის უბანი ჩამოისეირნე ძმაკაც მისი ჰაერის შექსვლის პელესკნით მე ქუთაის კი არ გავაწურინებ ქუთაისი გაწურავს ვექილს ჩვენ სულ ძველებს ვინახავთ რბილად ვეპყრობით სხვენებს ჩემი ფანჩები მაღლა გიყვანს და განახებს ბაგრატის ხედებს და ჩემკენ მზია მოდის შენკენმა თუ დაისია შენთან ვინც გიდა ისიდგეს ჩემს უკან ქუთაისია მეორე რაუნდი ვექილი ბიჭო ოკეი თურმე სპაიდერმენი ამას ვეგასში აქანავებდა
თან ჰამაკში არ ვიცი ასე ვერსი როგორ უნდა წარმართო მაგრამ იმ სპაიდერმენის დედას შევეცი ობობის ქსელში რო არ დაგახჩო და ვერაფერს ვერ მოიტან ახალს რამდენიც არ უნდა თხარო მახსოვს ერთხელ TikTok-ზე რა თქვი კი ქუთაისელი ვარ პროსტა ზაოდელი ვარო facts სვეჩი ეგრე თქვა ძმაო ერთი ხმაური Okay. მოусმინე შენ ვერსებს. ცარიელი ყვირილია ფანჩის გარეშე. დაწყებას და გაგრძელებაც ერთფეროვნული გაქვს. გინდა გაანადგურო მტრის ნერვული სისტემა, მაგრამ დაბოლოებებიც არ გაქვს სენსიტიური. შენი მოტანილი ყველა ლაინი არის ფაქტობრივად ფიქტიური. შენ ყვირი, მაგრამ მაინც არ გვესმის მამას. მარტივად რომ გითხრა, შეხარ ებრაელი გაზის კამერაში. ყვირი, მაგრამ შენს ყვირილს აზრი არ აქვს. არც მე მაქვს დაბალი ხმის ტემბრი. დაჟე წინაბედში გროტასკამ მითხრა, რომ ბაზრობ გვერდზე შენობაში ესმითო. თავიდან მეც და ჩემ ძმებსაც გაგვეცინა. მერე მეც მივხვდი და ჩემი ძმებიც მიხვდნენ, როცა სახელოსნოდან გავედი და დაცვის ბიჭებმა ესრა თესლობები გაჩითეო მითხრეს. არადა შენობაში საერთოდ არ ყოფილან, შემოსასვლელ კართან იდგნენ. მოუკარი ყური რამდენიმე აზრს. რო კი მე რაღაც პონჩი მაგარი ვარ, მაგრამ ადო უფრო ჰიპ-ჰოპ არტის გავს. არადა გაფუჭებულ ელემენტს გავს, რომელიც ამუშავების იმედად დაჭეჭყეს. ქართულ ტელეშოუების წამყვანებს გავს. როგორც კი იწყებს ლაპარაკს, გინდა რომ ურთხა, თითქოს ვიღაცამ გადმოაფურთხა, მაგრამ არც კი გვინდა ჩავთვალოთ ფურთხად. როგორ დავიჯეროთ შენი ბეთლემსობის, როცა კაცმა რომ გკითხოს, შენიას რომ ვინმე ზედმეტად შეეყოს, შეგიძლია დილამდე ურთხა, მაგრამ წინა ბეთში ჩაიჯვი, როცა მირომ შენ ძმაკაც, რომელიც ამ თემასთან არაფერ შუაში არ არის რაღაცა ზედმეტი უთხრა, იმ მომენტში ვიფიქრე, რომ მიროს სახეს დაამშვენებ და შენი მარჯვენა სხვა სტილით, მაგრამ შენ რაკენი გააძრე პროსტა ფრისტაილი, აბა გაბედოს და ვინმე რომელიმე იმ ჩემ ძმაკაც, რომელიც თემასთან არაფერ შუაშია, რამე ზედმეტი უთხრას, სახელოსნოს ცენტრში ვახოხებ და სახით მოვაწმედინებ ჭუჭხს და ამიტომ ამჯერა შენი ბეთლემსობის ამიტომ ამჯერა შენი ბეთლემსობის, რადგან ვიცი, რომ იმ მომენტში შენც ფიქრობდი იგივეს, მაგრამ ფიქრი გადავიდა სხვა აზრში, იმიტომ რომ ეგრო გექნა, დიჩისთან მოსაჯმელი გექნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2000 ლარი, ამიტომ შენ დაატორმუზე შენი მანქანა და ზუსტად ვიცი ახლა ნანობ დღეს, რომ წინ დამიდექი, რადგან შენნაირ გაფუჭებულ მანქანას ვეღაც ერთი სახელოსნო გამოასწორებს. ჩაიარა ნახევარ ფინალებმა მორჩა კრიტიკული დღეები ბიგესი მირეკავს გაიჩიტე ჩემთან ბაიტზე ცოტა TikTok-ით twin-ი მოუთხრათ დავამატოთ ჰაიპზე მოვწიოთ პარლამენტი ნაითზე სასპექტა და ანთმენად საქარის მიროც იჩიტება და საბაშაზეც მიდის ბაზარი არავის უხსენები ხარ შენ ერთადერთი ვინ შენ გახსენა ვიყავი მე დაგირეკე მეთქი ბაიტზე გაიჩიტეთქო შენ ეგრევე ფულზე დაიწყე წუწული მეთქი პირადი დამიწერე შენც გაიჩიტე ცოტა დაულიეთ ბიტი ჩავრთეთ და ფრისტაილი დავიწყეთ სასპექტა და ბიგესა ბიც ტყნავენ მე 2 წლის წინადელ ტექსტებს ჩალიჩობ ეს ნაბოზარი ჩუმად ვიდეოს მიღებს რომ მე რამე თესლი პანჩი გამიძროს ეგრევე გავატყანიეს ზუკნა მაგრამ ვაცადე ეგ ვირთხული ხოდები ვიფიქრე ჯერ ბავშვია არ ჩავაჭერ ჯერ დიდად მაგრამ როგორ არ ჩავაჭიროა მუმადურს როცა იმ ადგილას ცდილობდა ზურგიდან მოპარვას სადაც მე მივიყვანე და ყველას ყელესზე ეკიდა ამიტომ არ მჯერა შენნაირი ბეთლემსობის მოსაგებად ყველაფრის კადრება როა მოსული თქვენთვის და მე რა თუ გადაგიბრუნდა კოჭი იმ დღეს ჩვენთან ერთად იყო ბიგ ესი მაგრამ შენ იყავი ყველაზე დიდი პროჭი კაია როიცი მით გააგზელ ეგეთი სიბარები მაგრამ ნახოთ მე ფინანსი წაიღო სხვა დავაი ყლეს მომჭამძი ლეჭამე ძირში დავაი შენი მატყუარა პირი მოხდა გააგზელ ვით ჩვენში ითქვა ის იყოს ყლე ბიჭო ცხოვრები დავაი ოკეი დანარჩენი გარეთ ვილაპარაკოთ ბეთლი დავით ერთი წამ ვინც არიცი სადო აბიტურიენტია ბევრი ეცა და ეს ფაქტი არ გამსკდარიყო წამებში ქუთაისელს რომაშინებს ეს ფაქტი რა გასაკვირია რადგან ქუთაისელ აბიტურიენტ M-ში ისახება რეპ შიში მე 4 დასის გაგებით რას როგორ ახლა შემოგე მეთქი მესალმება თქო რასაკი ლიკო
რასაკილიკო ეგაა რომ აბიტურიენტი ხარ. გინდა აიმაღლო ცოდნა და დაიპყრო მწვერვალი. გახდე შენი საქმის პროფესიონალი და ვერ გეწეოდეს ვერც ერთი მდევარი. მაგრამ როგორ მოხდა რომ MC იცავ მუშას, შრომას, პროლეტარებს, თანაც ისეთ დროს, როცა სხვის კმაყოფაზე ცხოვრობ, იმიტომ რომ სწავლას უნდა მიხედოს. Yes. ამის ტრეკების მოსმენის მერე არ არის რთული მისახვედრი რომელ უნივერსიტეტში უნდა ადოს მოხვედრა და ამას მე ვიტყვი და გავფანტავ ეჭვებს ბედზე ადოს უნდა სეულში მოხვედრა იმიტომ რომ მდებარეობს 300 სარა გველზე მეც ყოფილვარ მაგ უნივერსიტეტში და მინახავს შენნაირებს როგორ ატარებენ ნემსში მიდი ჩააბარე მართლა მაგ უნივერსიტეტში და მე მართლა მთელი 300 სიარაგველი იქნება შენში Tell so much here. Ertig Mauri. შეგიძლიათ ცოტა მოიწიეთ ის თქვენ ამაზე. დავარ. წინაზე ერთ ქუთაისელს დავუხატე პორტრეტი და ჩავახედე მასში, რომ სარიელი გადაობები არ არის საკმარისი მტრისგან რომ აქციო ფარში. ახლა წინ დამიდგა მორიგი კომედიანტი, მორიგი კავენშიკი, რომელსაც უნდა იღადაოს ისე, რომ ხალხს ცრემლები წამოუვიდეს თვალის კიდეზე და დღეს მართლაც ახდება ადოს სოცნება, იმიტომ რომ ყველა იტირებს პიკასოს ბიჭებზე. აბა რა. მეორე რაუნდი ადო. ბიჭო, მართლა გულით მესოდები. აი მაკლეობის დაწერა რო გიწევდა. მაგ დღეს ვიდეოს ძმა მე კი არა ანთმენა იღებდა. და მე მეორე, ასეთი ყლეობების დაწერა აზრად საიდან მოვიდა თვითონ მითხრას და მე და შენ შორის მთლიანმა სახელოსნომ შესწავ ვირთხას. კაი, კაროჩე. აპორტოვი კოჭ. გაჩუმდი. შენი რაუნდი რომ მომერე იბაზრე ძმა. ნახე. ერთი მშვენიერი დღეა და გადავწყვიტე მამუკას Facebook-ს გავხედავ. ცოტა დიდი ხანი ვშოლე და უცებ გავოცი და რას ხედავ. თურმე ბევრი ყოფილა საწერი და მე სულ ფიქრობდი ერთზე. დგას ვექილის შაურმის ინგრედიენტები და წისაფი წელზე. ბიჭო, თავიდან ფოტო შევხედე და მეგონა სერგის პიტული. მერე გორდონ რემზის კომენტარი ვნახე ამ კაცმა მომცაო ტიტული. მეთქი ამბის დაყვება ცეცხლი ალისფერი. ზემოდან ვიძიაკებს ჯემილანისტერი, მაგრამ ეს დასაწვავი საქართველოს რო გყუპავს კანისფერი. მოკლედ ვექილი ავარდა ბიზნესი ჩავარდა იმედი აქვს არადა და უცებ გენიალური აზრი უტევს. თუ კანისფერის გამო დამიწვიეს გავაკეთებო ბურგერს. ეს მაინც არის ამერიკული, ბარემ შავებში გავატარებო. კი მართალია მე ვარ სომეხი, მაგრამ პოხუი დავიბრალებო. და ურეკა კურიერს მოვიდა რაჭკაპუნი ინგრედიენტებზე რაწავა. გააკეთა თესლი ბურგერი და გამოისაინსა და გუსტატიოს მამუკას აჭამა. მამუკა გამოყლევდა მსგავსი ბურგერი, ასად გაუგია. ნახევარ საათში გული წავიდა და მე სერგის ფოტო აღარს დაუდია. ნუ ვექილი მივხვდა რომ სფეროში არ ვარ გადა მამუკას მივხვდა რომ არ უნდა ენდო ყლეს და სერგი შეეშვა და ახლა ფიქრობს სხვა რამეში ვწდიო ბეც მე ალბათ ჭიდავიცა და ყველგან ეძებდნენ სულამის წონებს ბოლოს ფეგურში შევიდა და იქაც აგებდა სულად ითნოლებს და მე მოვიდა ბელში კაროჩე რა ყველაფრიდან ხარ ამოვარდნილი ექი მჭირდება მენჯის ფოტო და მე ყველა წრეში ვიღიმი როგორც LG-ს ლოგო შენ წრეში კი არა გვაშიც არევასები არავის გადარეულო ამ ბეთლის მერე დაგიძახებენ ბაღვაშ და აგიჯანკდება საგვარეულო ყველა სერგის დაწვას მოითხოვს არც ერთი განძი არ გავლენ შენი ცხოვრებასა ვითხარ საფრთხობელა და სარზე გაცვამენ ვექილ ქულფერსის ყველა სეშინია მის სიახლოვეს არ ვინ გარაშავს მაგ პოზიციაზე თუ გონია რომ გაკ ფანჩის მაქარა მაქსიმუმ ჩიტმა დაგაჯო საფრთხობელადაც რო არ ივარგებ, ჩემი დრო უკვე ფუჭად გაიყვანეს, მაგ ვიდით მაქსიმუმ იმპოტენტი ხარ და მაგ მიწაზე თესლი ვერ გაიხარებს. მე ბევრი ვიწვალ და ვაკეთე რომ საქმე გამოსულიყო. ატოს დავარეკინე კარდაშიანთან რომ კანიე ჩამოსულიყო. მე ვარ დასავლეთის სული და ჩემი პოვნა შენი კვესტია. თითქოს ვარ კანიეშვილი და ჩემს სილუეტში უესტია. და აქ რატომღაც ვერ ვეგუებით ვექილებს. შობს შენი სფერო უარყო თუ გაიგოდებ ძებნილებს. თუ თვალები აგიხვიეს გინდა მართლის მიგნება. მაშინ უბრალოდ უსმინე კაზი ჯაზი გჭირდება. და აქ სხვანაირად უბერავს დასავლური ჰავა. და უნდა გაგასწრო ფერთა სამეფო და გამა. სანამ სამეფოს მიწვევი ჯერ უნდა დადო ფიცი. და იცოდო რომ აქ შავია პირველი პრინცი. ვექილს ვანახებ. შავია პირველი პრინცი ვექილს ვანახე ქუთაისი და ახლა თვალებით ბაგავს მე სიმართლე ვიბაზე და დედაც მოვუტყან ჩემზე გამოგონილ ამბავს
და მე აქ ხაზი გავუსვი რომ ისტორია ჩემი ქალაქი იცავს და ჩემი ქალაქი და მოდის ისაც ყველაზე ძალიან გიყვარს და ჩემი ქალაქის ისტორიაზე შენზე დავცადე სიმართლის დოკი და ერთ-ერთი რაც შენი ქალაქი და მოდის ეს არის დოკი სტიჩის ეუბნება როგორც შენი შორტი და მაისური ისია გახუნებული აი ეს ნაბოზარი სად გაიფაქტა ამას ამბობს ტიპი რომელმაც წითელი მაიკა 3 ბეთლია ვერ გაიხადა და ჯობებს შენით გაიქცე თუ ამჩნევა და ხურდება მაგ მაიკას ფერი აქვს ისეთი რომ დედა მოწყნული პოსტა არ ხუნდება და რამდენი შენ მაგ მაიკას რეცხავ და მე იცმევ იმდენი მტყვნის უკვე სუნი აქვს ისეთი რომ თამოყარე თაგვი არ დაადებდა პირს აი ვექილს ისეთი ვიდეო აქვს სკაიპზე უნდა მიწერო აი ამის დანახვაზე რომ ტრულაილა იმღერო ტრეკებს შორ ჩაუგდებ ტელეგრამზე რაფერ დარეგისტრირდეს ინსტაგრამზე რაი აიგი მგონი რაც ხაგავს თორე აზი არ ხარ რაი აიგი მგონი რაც ხაგავს თორე აზი არ ხარ არაფის და მიდი მე დაასკროლე და მე დაგიხრიტავ რილსებს თუ ჩემ საუნდზე ბოდავ შენი ტვინია ფორიუზე და მუდამ სხვის იდეებს სკროლავ ჩემი ფანჩების ეფექტი უნდა მოგაშორო რო გაგარჩიო ბევრში დღეს გავიჩნდები სარკე და ჩემთან ფოტოშოვა ტრენჩი კაროჩე რაღაცასო დაიბრალე ბრატ შენი არ არის ეკო გრეხია მაგრამ ვინც არის ჩვენი სერგი ნახევრად სომეხია და სომეხ ბეთლებში ადგილი დაიკავა შეიძლება დოკი სულ არ იყო მარტვილელი პროსტა ამან დაიბრალა და დაიჭრები მუხლებში თუ სადმე რამეს მიქარავ შეხარ ნაბოზარი ნარკომანი და ლაინებს იპარავ ჩემ ბარემ შენი სკილები ჩაკეტა და შოლახსნაშია ვინც ვერ მივხვდით ლაინების მოპარვას ახლა ვეგეტყვით საქმე რაშია მოკლედ ახსენა აფრიკელი ბავშვი და ტექსტი წყალი ვიცოდნა და მასე ხმაური ქონა მარტო მაგრამ შეხარ აფრიკელი ბავშვი ვისაც ყველა ჩემი ფანჩი წყალი გონია ამას ამბობს ატო კიდევ ბეთლემსობა უნდა კონდეს ვენაში ალბათ მე ნებსებს ესვი კარგო მაგრამ რასაც ვშოუდო ბუშევ ავსტრიის დედაქალაქში ამას ამბობს ემსილადო და ქორწინებულებზე ფრისტაილი არ მახსოვს ეგ მომენტი როდის იყო მაგრამ ეგ ფრისტაილი შემდე დოკის იყო ბარაბაში იპოვის ბეთლემს ვაფშე რატომ მოიფრე მაგნა გავის მოტანა მაგრამ გასაკვირა რომ მაგას ტახასთან ბეთში ამბობს მონტანა და არ მოტყნა ტვინი რო ეგ ბეთლები არიცი მაგ წყვილს უნდა სამარხი კაკ მინიმუმ შენი პირით გაქვს ნათქვამი რომ თითქმის ყველა ბეთლი გაქვს ნანახი და შეყდერო ნუსიროფლო ჭკვანის როლი მოირგო ეგ ბეთლი ბიგესასან შენ კი არა ატომ მოიგო მე აქ ბიფიმა გამომწყვერდა რამდენიმე წუთში დაელოდე შედეგს და ყველამ გაიგო შენი ჩათვით რო შევეცი ყურილით მოგებულ ბეთლებს მიდი მოიტანე იარაღი ჯიბიდან მესოლე რაკატან მაგრამ ამ ბეთში ისე შევდებ რომ მარტვილამდე გაგატან თუ GTA-ში აუ ხმაური ერთ რაწყას დავუდგე თუ GTA-ში კაც მოკლავ არ ნიშნავს აღარ განგსტერი მე ვარ გრანდი და შენ სამი კოლა და 2 ჩიზბურგერი გინდა რომ გაიჯიბო მასტერი მე დღეს დაგაგდებ შენ და ის გაიწირება თუ ჩემს ბარზე იცინი ჩვენ ზემოდან დაგხედავ თქვენ და კალეზე მკიდია რას ფიქრობენ ისინი და შენში არსებულ ბავშვს მივცემ კამფეს და დამიძახე ვილი ვონკა იკაიფეთ რა ფინალი აგვახია მე და სანდროს ამის პირი მოვთხარ და ვიცი რომ თეატრი უნდა მიხსენო მაგ სპექტაკლის თავი მორჩა მე სისხლი იქ მომეწალა სცენის წვერო რო თვალი მომჭრა შემშია ხელოვნება და შენ ხელე ჭამე და მაგით ეძებე ფეიმი ჩემში სულ არის მუსიკა რადგან იჭსა აქ ზეიმი მამუკას ოცნების პირამიდას აშენ და მისი მონამგონი ხარ ჩვენი გამბებს ვასოსხებ და შენ სხვისი მონათხრობი ხარ სიმართლეს ვამბობ სცენაზე და არა იმას ისიჯერა სხვას მე დამიძახებენ მოლიერს რადგან ამ საქმეს შევაკლავ თავს ჩემი ისტორია გამოიკვლიე და ის ყველაფერს აღწერს მგონი ხარ შნაიდერის პასტა რო ჩააჭერ ყველაფერს დაწერს ვიზუალზე кайფი არ მევასება ჩემში ფიქრება გაბაგეს არ შემეზორო არ მეთქვა კალმით კი არ ხარ ნახატი პროსტა ფურცეზე დაგჯღაბნეს და თუ ოდეს მე დამიჭერეს მე საკუთარ თავს დავკარგავ და თუ ოდეს მე დამიჭერეს მე საკუთარ თავს დავკარგავ შენო სასამართლოზე თვალი მოკრა ჩაგუ ჩემი ხელი დავარტყავ არ აინტერესებს სიხატაკე თან მუზას მისცემს მთვარეო ჩვენ მეუბნებით სასამართლოზე გააჯვას იქ ეუბნებიან ნახუი ბეთლავეო პროკურატურასთან ზის და საქმის დეტალის მათხოვარია მე მევასება სერგი პროსტა ვექილი ზედმეტად ნაბოზარია და შენი სახელი არ უხდება ჩემპიონს არავის უნდა ტიტული განდო ჩემზე კიდე ჩემ გაქცა პასუხი დაბადებულია ჩემპიონადო ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი ჩვენი პარტნიორი კონტროლ რუმი და მხარდამჭერი ომეგა ემბერი იო რომელმა დაიწყე? შენ დაიწყე, ხო? მესამე რაუნდი, ვექილი. ოკეი. მინდოდა შემოვლითით მევლო, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებ. შერასაც მარტულში გამატან, მე ქუთაისით გავივლი და ზაოჩი დაგიტოვებ. ოკეი. და სუსტად ვიცოდი, რასაც მოიტანდა ჩემი ვიზავი.
მაგრამ ერთი რამე მაინტერესებს, რა ჩემი ყლია ჭიდავი. სვეჩი რა ჩემი ყლია, არ ვიცი, ძმა. მართლა არ ვიცი, რა. ატოსაც არ შეშლია ეგეთი რამე საერთოდ. ვაითა. კაი, დავიწყებ ახლა რა. ერთი წამით, ძმებო. ოკეი. ახლა მოვიდა დრო. შენ ციგემო ის, რაც სტიჩის აგემემ. და ხო იცი კარმა რა ნაბოზარია ყველას უბრუნებს ხურდას. სტიჩისთან ბეთზე ვის ვიძე იყადავე, შე ჰარი პოტერი ზუკნა. ეს არის ადო ძმაო. პროსტა წერი ამოუვიდა რა. აი, იმას გავს TikTok-ერი ჟურნალისტი როა. აი, ერთი წამი. მინდოდა ჰარი პოტერიდან მომეტანა ლაინები, მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს ნანახი. თორემ სეტყვასავით დაგაწყდებოდა ჩემი ლაინები ჩაკუჩებით, მაგრამ დიჩი, ერთი რამ მართლა მაინტერესებს, საიდან მოიყვანე ეს სიკვდილის საჩუქრები, ხო ხედავ შენს, რომ შენ თვალწინ იწერება ისტორიის ახალი თავი, ამიტომ happy birthday ჰარი! აი, ამას გავაჯრებინე. კიდევ ერთი no-name პროექტში, რომელსაც ყველა ჩაჯმული დღე უნდა უსახელო, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. შეიძლება შენი სახელი არავის არაფერს ეუბნებოდეს და ისე გქონდეს ბოჰემა. ცოტა ეპიკურიცაა, მე რო ვბაზრობ ამაზე. როცა ჩემი ბეთლი ხალხის ზიზღის მაგალითია. როცა ჩემი თავიდან ერთ დავაფლო. ოკეი. კიდევ ერთი no-name პროექტში, რომელსაც ყველა ჩაჯმული დღე უნდა უსახელო, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა. შეიძლება შენი სახელი არავის არაფერს ეუბნებოდეს და ისე გქონდეს ბოჰემა. ცოტა ეპიკურიცაა, მე რო ვბაზრობ ამაზე. როცა ჩემი ბეთლი ხალხის ზიზღის მაგალითია. კი, მე ისევ მოვიგებ ბეთს, მაგრამ ადოს სახელი გავარდნილია. ამიტომ ვიტყვი ერთ რამეს და ამით იყოს ბაზარი დამთავრებული, რომ სტიჩის დღემდე გონია ბეთლი ადოსთან კი არა, ედოსთან აქვს ჩატარებული. Facts, მართლა ოღონდ. შენ სტიჩის მოუგე, მე ვერა. და ზუსტად ვიცი, ამაზე გექნება გასწორებული სამიზნე, მაგრამ მე ვიყო მირო, რომ სტიჩი ედოს თუ ვერა ადოს 10-დან 10-ჯერ ჩაიდებს. მე დიდი ხანი ვცდილობდი მეპოვა კავშირი შენს და ბეთს კულტურას შორის, მაგრამ უფრო მარტივია აღმოაჩინო ოქროს საბადო. შენს მკვდარ ლაინებს არ აქვს კავშირი ბეთთან, რამდენიც გინდა დაბადო. შეხავს გონი ხარ ზეგანათლებული და ნიჭიერი, მაგრამ ელემენტარულად ვერ მოიტან ლაინებს ბერძნულ მითოლოგიაზე, რადგან შენთვის ეგ სხვა პათოსია და შენგან განსხვავებით ჩემი ლაინები აწყობს ჯოჯოხეთებს, მაგრამ დღეს მარტო შენთვის, რადგან ყველა ჰელ ადოსია. შენ მომიგებდი დღეს რომ ტარდებოდეს სილამაზის კონკურსი, მაგრამ ყველამ კარგად იცის ბეთლის ფინალი ვისია. აქ იმითოდ გახარ, რომ წინა ბეთლებზე მიროსაც და სტიჩისაც ენაებნად და ფინალი გერგო ადონისიად. და დღეს ჩამოინგრევა შენი ზეციური კოშკურა, შენი აზრით ზეცამდე და დღეს ჩამოინგრევა შენი ზეციური კოშკურა, შენი აზრით ზეცამდე რომ მაღწევდა და დღეს მოგიწევს შენივე ხელით ბაბილონის დანგრევა, რადგან ვერ გიშველის ენების არევა. ოკეი. ვინც არ იცის ადომ მსახიობია და კარიერას იწყებს თეატრალურ ლაბორატორიაში. და არ თქვა ეს რომ არ არის ასე. ცხოვრება რა ირონიულია. იციან რა ვირთხაც ხარ და წაგიყვანეს ცდაზე, მაგრამ ეგ ხო შენთვის არაფერია. ადო თავს იმშვიდებს კოსმოსში გაგზავნილი ძაღლებით, საუბრით სხვა ერაზე, მაგრამ ადო სანამ არ დაამტკიცებ რომ ვირთხარ ხარ ვერაზროს იბაზრებს ტრელკაზე. შენ მსახიობი ხარ, მე ადვოკატი, მაგრამ ორივემ გადავდეთ თავი ბეთ კულტურისთვის. შენ მოირგებ მგლის ფორმას, მე ჰალსტუხს და ასე იწყება ტრიპი, რომ ბოლოს ყველა დენიროს უკლავს ფარულ ლავას ერთი ჰალსტუხიანი ტიპი.
ამბები ეხლა. ოკეი. შენი სპექტაკლის ერთი მონაკვეთი ვნახე. შენი სპექტაკლის ერთი მონაკვეთი ვნახე. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა ან რა როლი გქონდა, მაგრამ დავამუღამე რომ ერთი სამართალმცოდნე ტიპი გაკაჩავებდა, თავიდან ხოთზე იყავი. მერე იძახი რომ ყველაფერს ვაღიარებო, მაგიდაზე ხელებს ურტყა, ის ტიპიც გეიაზვება და გეცინიკოსება. შეჩემა დაგერეკა ხო იცი ეგ ტიპებს სახეს ვუტყნავ. მერე მერე იძახი მე დავწერ ყველაფერს მომეცით საშვიო მომისაჯეთ დაცხრილის მუხლი ოღონდ დაიბადოს ბავშვიო სცენა გადის ფინიშში ამაღელვებელი სცენა არის ადო სიკვდილი მიუსაჯეს ადოც და ხალხით შოქშია შეწყალება ისე ვიუარეს დახვრეტის სცენისთვის ყველაფერი მზადა დაჟე ფარდები ჩამოუშვეს მაგრამ ჰოი საოცრებავ რეჟისორმა ამ სპექტაკლს ბავშვებიც ესწრებიანო და დახვრეტის სცენისთვის ადო ბექილთან ბეთლზე გამოუშვეს ზუსტად ვიცი ახლა ალაგებ ფრისტაილს და გინდა მითხრა რომ ეგ სპექტაკლი თვითმფრინავის ბიჭების სახელითაა ცნობილი რომ ეგ ბიჭები იყვნენ თავისუფლების ღირსი მაგრამ არ ეღირსათ ჯინსი არ გამართდა რისკი და მიიღეს მაგარი ტისკი თან ზუსტად ვიცი რომ ამაყობ შენი იდეალის ბიჭებით მაგრამ ეს ცხოვრება როგორი მზაკვრალია მაგრამ გიგი ადამიანო სანამ მიამაყებ მაგ ბიჭებით იცი რომ თვითმფრინავში ერთ-ერთი დაჭრილი იყო 16 წლის ანა ადამია მე არც ვეწინააღმდეგები არც ვამართლებ მაგრამ დავიცი რა არის თავისუფლების საზრი რომ თავისუფლება მოითხოვს მსხვერპლს მაგრამ ადო სცენა იქნება ერთადერთი ადგილი სადაც შენი ქვეყნისთვის გააკეთებ რაღაცას და ვერაფერს მეც სცენა იქნება ერთადერთი ადგილი სადაც შეგიძლია შეეხო შენიანის მკვლელს სცენა იქნება ერთადერთი ადგილი სადაც ვიღაცას ენდომებ ყალიფონ რომ გახვიდე სცენა იქნება ერთადერთი ადგილი სადაც მართლა შეგიძლია ნახო მტერი ადო გამოფხიზლდი ეს არ არის თეატრი ვეკილმა თავისი ხელით ჩამოუშვა ფარდები და ამას არ უშველის ღამეების გათენება და ვერც ერთი ჩაყრა რადგან ამ ხალხის თვალწინ ზუსტად სახელოსნო სცენში დაიდგა ბეთ კულტურის და ატოს გაყრა შენი სამსახიობო კარიერა დაემსგავსება ტიპური ქართველი მსახიობის კარიერას. თავიდან დადებ ასტრექს, პრობლემები გექნება პაპარაცებთან, მერე დაგიძახებენ ყველაზე პაპსა სერიალში და გაზასავებენ თინა მახარაძესთან. ამ დროს ამ სიბნელეში მე და ჩემი ძმები ვიჩალიჩებთ საშოვას სუფთას მერე შენ ჩაქსვამენ ლურჯ ავტობუსებში გაგარეპინებენ და მოგიგდებენ ჩემი და ჩემი ძმების ნაშოვნი ფულის ხურდას ჩემი ძმების ნაშოვნი ფულის ხურდას ოკეი და ბოლოს რა მიმხედრი მიხვდებაო და მივხვდი რომ არ არის თავიდანვე საჭირო რომ ვანგრიო კარები რომ ჯერ უნდა გაიარო ეკლიანი გზა თუ გინდა დაიმსახურო მედლები რომ თუ გინდა გახდე ბოლოს ჩემპიონი ჯერ მერაბ დვალიშვილივით უნდა ამტრიო კედლები და ყველა დანგრეული შენობის ბოლო ახალი შენობა და არ აქვს მნიშვნელობა შიგნით რა გელოდება თავარია შიგნით ვინ ხავს ვის გაუყოფ შენს ლუკმა პურს და ვის აპოვნება ცხოვრების აზრის პოვნის მიზანს ვის გაუყოფ შენს ჰაერს და ვის მიწას გამოყვება ყოველ დილით მაღვიძარას ტიკ-ტაკს და მივხვდი ცრუ ყალბი ხალხი დღეს ვერცვლის სამინც და მათი პოვნა მარტივია უბრალოდ იცხოვრეთ ღირებულებით მე თუ ამათი საკით ვანგრევ კედლებს ესე იგი ვაშენებ ახალ სახლს და მარტო ნამდვილები ხართ მიღებულები ხალხი რომლებიც ჭეშმარიტად იწოდებიან რადგან როგორც თქვა მაქს პლანკმა ჭეშმარიტება ვერ რაზდროს ვერ იმარჯვებს უბრალოდ მისი მოწინააღმდეგეები იხოცებიან რაუნდი მოიცა ან ანდერგრაუნდი იმაგი კარდა ხე? არაფერი არ აქვს. ან ანდერგრაუნდი, რაუნდი მაშინ მთავრდება, როცა სხვანაირად სუნთქავს ანდერგრაუნდი. მეტი რაღა გითხრა შვილო, ცდილობ, წვალობ, ჩალიჩობ, მაგრამ ეგ უფრო ნაყვა წყლისა, რადგან შენი ნაწერი იშლება ფაიფურივით და ჩემი წერა ქვისა. ამიტომ თუ გაისროლა შენმა არსენალმა იარაღზე, მაინც არ აცდება განსჯა, რადგან სულ რო ააგო სვეტი ცხოველი, ამ ბეთლის ისტორიის მწერლად მაინც მე დავრჩები და ბეთლის მერე მიხვდები, ვის მოიჭრა მარჯვენა და ვის მამარჯვენამ გაჭრა. მესამე რაუნდი ადო ესენ კიდე აქვს სტაილები კაროჩი რა იწყება მესამე რაუნდი
დაგადე მარკი და იასნა ადოსტრაფია დღეს ხარ ჯონ ლენონი და ეს შენი ბეთლემსობის ბოლო ავტოგრაფია მე ვიცი ჩემი დოენ და შენი ითვლება მარტივში და მოდი გავიხსოვოთ ამბავი თუ კი რა მოხდა მარტვილში როცა ამბავს მოკლედ მოყვები და ეს ეხება ორსთან როცა სენსეი და ვექილი სტუმრად ჩასულან დოქთან როცა პარკში სვამდი და ინციდენტი შენი კაცობა განულდა როცა ვიღაცამ თვალმა ჯონიმ შენი სენსეი გამუტლა სენსეი ვეკნა ვერაფერი ძმები აბოროძე დარჩით ვეკილამ ფრისტაილს ვერ მოიფიქრა ვერც უპასუხა პანჩით და იძაბა ყველაფერი არ გამოდის ნათელი დღესავით იქეთ მამუკას მუტლავენ ვეკილი კიდგას ყელესავით მამუკას ლოყანათებს სერგი აშვება არაფერს ჯონის არავინ აკავებს სერგი აშვება არაფერს ჯონის სენსეი სამარცხებს სერგი აშვება არაფერს მინეტი ჯონი ათავებს სერგი გუძე პირსაღებს ჯონიმ ჩაგათესლა პირში და მე ძმაკაცურ ხოჩი როცა შენ ძმაკაცურ ტყავენ მაგნოს ლაყმობას მორჩი ადეგი და დაიცავი შენი ძმა თუნდაც მუშტით როგორ შეფერის ბიჭს ადეგი და დაიცავი შენი ძმა თუნდაც მუშტით როგორ შეფერის ბიჭს მაგრამ შენ მაგაზე როგორ უნდა გებაზრო ფულს თუ არ გაზლევენ დასვაზი არ აღებ პირს და არ გა იას ნახე არ გაგიკვირდეს ეს ხალხის და შენ ძმაკაცების რო დაგიძახებს ყლეს რადგან როცა თესლი პორნო ეძრობა შენ მარტო მაშინან ძრებ ხელს და მთლად რომ იყო სენსეის ლოყა არ გამოგივარო განათდე მე დღეს მგონი ხარ პუტინი ყველას უნდა რომ ჩაძაღლდე იმენა კრიჯმა განჭვალა მამუკას პანჩი რო ახსენი ბერმუტეს რასერჩი შენ თუ ცადე და ვერ გახსენი ჩემი პანჩია ცუდი მოგონება მას ეფიქრით კივლეს განიჭებს მე ვარ ნეიმარი დავზორო გადაგატარონ საჯები ყვითელს ამიწევს ფინალისტია სერგი მისი დღე მშვენიერია ფინალზე უნდა მოვთქვათქო და ვექილი ბედნიერია ყველამის მოგებას აჯვავს კეჟას არა აქვს სინდისის დოკმა იმენა აკენწლად გაზ და ყალესავით იღიმის იჯეიჯეი ზარაკლებს ცუდი იბაზრა მასე ესი კაცი იღიმის ხელებს იქნება ასე და მე დღეს ყველას აბაროც ვიღებ შენი დაგდება ჩემი მიზანია იმენა თუ გილუან კაფი ხარ პირში გაჯვამენ და გიხარია ადომ რეები ბაზრა ჩემი ფანჩები გახტუნებს თუ ხარ 10-დან 9 შენ ჩემი 6 გაბრუნებს და ჩემი 6-ით მოგიგებ ჩემ აბარებმა გახსნა ქუთაისში ჩამოდი ბიკენდია საწებელი თავზე უნდა გასხა ადომ იმენა გადამიარა მართლა მომიგო ეს გადაეცი შენებს ხმას როგორ არ მომცემდო 200 ლარი დავახარჯეო პელეს და დამანახე რომ მოიგე მე შენ ამისთვის ტყვან შევეცი დამანახე რომ მოიგე მე შენ ამისთვის სულ გიცდი მგონი ხარ ფულიანი პარლამენტარი ხმის მიცემაზე ფულს იხდი და მე ჩემი თუ არ ძლიერი ვარ მოყვარული უბნის ჩემი ბეთლია თოვლი ყველა დადებას უცდის და ვექილის ძველი ფეისბუქის ნახე ჩემი ცხოვრების ცუდი მომენტია წეპოს ეძებდა ბირჟაზე და ეს შემიცა ძველი პოეტია 2015 წელია პოსტი დადო დაურა ფლექსი პოსტი შინარსი ასეთია გთხოვთ გადადი და შემიფასეთ ლექსი ალბათ ეგ რომ ენახა დამბლოკავდა ჰოსტი ისეთი ყლეობა იყო მეტამ არ გამიხსნა პოსტი ვუყურებ დროს რომელი საათია მთვარე თქვა მე შუქს გავიღებ და შენ თუ გინდა გალაქტიონობა მე ფანჯარას გაგიღებ ყველა შენ ყველა შენს პიქს მოუწყნავ შენ თუ რამე გაქვს ნაძრახი იმენა რითმაზე გეტყობა რომ პელეს ბეთლი გაქვს ნანახი ბიგესის მერე გარითმა მიზეზი და ისევ ბიგესი ასეთი თესლი ბარით მოვიდა აი ეგ რითმები მოგიტყან და მოგიტყან მე ვარ შავი კატა შენ წინ ვდგები და შენთვის ვარ თარსი გეტყობა რომ მხოლოდ ქართული იცი და მიტუარიცი ამ პარჩის არსი და ეს თუ ასე არ არის და შენი ბეთლის ინტერესი ქართულს გაცდა და მისახელე 3 ამერიკელი ბეთლემსი რომელიც შენს ინსპირაციას ჩაწდა ან 3 ამერიკელი რეპერი ან 3 კომპტონელი ემსი ჩამოსათვლად მრავლად არის მაგრამ შენ კომპტონი რა იცი ხო და გასწავლი ჯაჭვის რო გასწები მარჯვი შეუხვევდა იმანდარი ოპონენტადაც არ მიმაჩნი ხარ ჩემთვის ვაფშე სხვა ხარ მაგრამ შენ არ გეწყინო სერგი ხო იცი ჩემი ძმა ხარ კი მართალია ჰოლდინგის ადვოკატი იყავი მაგრამ სერგი ჩემი ძმა ხარ კი მართალია შენ ძმაკაც ურტყამენ და შენ არაფერ შვები მაგრამ სერგი ჩემი ძმა ხარ კი მართალია შენ ფულს იხდი რომ მოიგო მაგრამ სერგი ჩემი ძმა ხარ კი მართალია ამის ძმაკაცი ხარ მაგრამ ჩემი ძმა ხარ და კი მართალია შენ ფულს რგავ და ხი არ ამოდის და ამ დროს ხალხი ანათებს კანალებს მაგრამ გამოიცაინ სერგის ხედება სერგი არ შვება არაფერს და სერგი არ შვება არაფერს და შენ მოაბიჯო ჩემს ფართობზე თორემ მოგეტყნება განივები მგონი ხარ ბაღის ზეიმზე პატარა დეტალებს აკვირდები იქნებ რამე ფანჩი დავწერო ეგ ამატერასოა შეჭი რა ვიჟე ეგ ყველა მეგვიცხას ბავი სასმანახე არა ბიჭ გადამაგთ ეს მოусვინე და მგონი ხარ ბაღის ზეიმზე პატარა დეტალებს აკვირდები იქნებ რამე ფანჩი დავწერო ბევრი იფიქრა ადოზე მაგრამ ჰაჩიკო მისმინე შოვსო მიდარდო პატრონზე რომ არ გახდეს საგინებელი ჯერ კიდევ ჩემ წინ გახარ მაგრამ შენ არ გეწყინო სერგი ხო იცი ჩემი ძმა ხარ
მაგრამ შენ არ გეწკნო, სარგი, ხო იცი, ჩემი ძმა ხარ. ხო იცი, ჩემი ძმა ხარ. ამ მის მერე გახდები კარგი ბეთლემსი, ადომ ჰიპ-ჰოპით გაკურთხა, შენ ხარ უბედური შემთხვევა, სენსემ შლიფინისაც გადაგაფურთხა და მომისმინე ძმაკაც, ამ რაუნდს მორჩები და ვაფშე გავდივართ და შენ თუ ჩემპიონთან გინდა ბეთლი მაგისთვის აქ მხოლოდ სამნი ვართ და შენი ჩემპიონი და ღიარებული კაცი რომელსაც არა კაცობა, ვიძე და მანერაზე უკვირდები შეეფერება ტრანსობა, ისაც ფემინურია, არც ძმაკაცოა და ეშვენი ომიარი, ტრანსობა შეგეფერება, გევასება კაცების ტრაქში ძრომიალი, ისე ლამაზი კამანდა ყავს, მე ვასება შენი ბექი, მოდი ამას აბაროტი აუღოთ, მე გამუტყო და კლესავი ჩენი დექი. შენი ხოდია პატენტი და წყალი გისხია დუხში კანონის წინაშე დავდახილია და ჩაქუჩი ხვდება მუხში თითქოს ვაკილის ნერვებს ტესტავ და არ შეუძლია ამის სატანა დღეს მხრებზე ვიკიდებ ქილს და აქედან 4 კაცს მოუწევ შენი გატანა აქედან 4 კაცს მოუწევ შენი გატანა და თითებით გმართავ ციცლად შევიღებე თმები თითებით გმართავ და ჩემ ხაზემა მოგჭიმა ანდალს გილოკავს ბელი და სახზი წიოგებს თოჯინა და მე ამბარებში გამოჩნდება ყველაფერი მე რასაც ვამბობ და ვიზავ გონია ყლენაშას უნდა სექსი და მე კამარს ვიცავ მე ვარ მეორე სეზონის გამარჯვებული და ეს ასე მოხდება რაიმენდრუცი მგონია ჩექმებიანი კატა და ოქროს კვერცხი მოძებნა და ეს მაიმუნები მეძახიან მამას ვარ ორანგუტანი და შენს გაგიმეორებ იმას რაც შენ ძმაკაც უთხარი მე ვარ ბიჭო ადო მომისმინე განდონ საგმე არა მე ბლანდო თორებერგიშვალის პარდონია კიმია გამოვადი და ყველაფრის მოგებაზე თავში კოშკი ავიწყე და ისე დავხურავ ამ სეზონს როგორაც პირველი ბეთლი დავიწყე რაუნდი კაი, მოდი, სანამ უშუალოდ გამოვაცხადებ ვინ გაიმარჯვა, მოვუსმინოთ ზიურის თუ რას ფიქრობენ. ერთი ხმა ორი გროტესკის. ზანახოსაც არ გინდა გაიგებო ხმას. Alright, მოკლედ რა. სანამ კომენტარებში ჰეითი წამოვა, მე არავი რა, ძალიან მაგარი ბატლი იყო რა. შეიძლება რაღაცეები ამოიჭრას და ბოლომდე ვერ ნახოთ, მაგრამ ის ენერგეტიკა რაც აქ ტრიალებდა, იყო ყველაზე მაგარი რა, იმიტომ რომ ამათი ძმაკაცები ერთმანეთს რაღაცას ეუბნებოდნენ ესენი ბიჭო და გარეთ გნახავ და რაღაც ძალიან მაგარი იყო რა, უხსე მოვედით სვეტში. ამის სწორდა თან ვერავინ ვერ იტყვის ახლა ყვიროდნენ და ყვირილით მოიგესო ორივე ყვიროდა ძმაო ფაქტის სახესეა. ჭიდავიც მაგარია მაგრამ ევასება. გადაობის გარეშე. ხარიდული იყო. ჭიდავი და ვარჯიშს მერე ბანავი მევასება. ზეზე წამოდგო. ო არა. ჯერ კულები დავწერე, ეხა იმათ დამიჯდა ტელეფონი, ხო და ჩავიწერეთ ყველაფერი რამე რა ვერაფერს ვერ ვიტყვი რა. ძალიან მაგარი ბატლი იყო, აი მე მაგრად ვიკაიფე რა. დაჟე ისინდანთ ვიკაიფე რომ ერთ მომენტში დამავიწყარო საჯო. მართლა ანუ მე მესამე რაუნდი რო დაიწყო, მეორეს კულები და მე დავწერე რა. მაგრამ კარჩე ერთ რამეს ვიტყვი რა. თუ რაღაც თემას ატრიალებთ, ერთ რაუნდში გირჩევთ ის თემა იმ რაუნდში დატოვოთ რა. რაღაც მომენტში უფრო ჯობია რა, იმიტომ რომ მაგარი სეტაპი ქონდა შენ თუ არ ვწდები ჩაკუჩის დარტყმაზე, მე კიდე ერთხელ ვიხმარე, მაგრამ ნუ ეგ არც არ ნიშნავს რა, მაგარი იყო ერთი სქემაც და მეორე სქემაც მაგარი იყო რა. შენი მრავალფეროვნებაც დამევასა, პირველი რაუნდი ისე შებერე, მე მეორე რაუნდიც თითქოს იგივენაირად დაიწყე, მაგრამ იყო იქ რაღაც სხვანაირი ისინი სეტაპები რა. და ჯამში ძალიან მაგარი იყო ფრისტაილები, პასუხები ერთმანეთში ფრისტაილით, აი, რავი, 10-დან 10 ბატლი იყო რა და ხმაური შევქნა კიდე ერთხელ. მადლობა გროტესკს. ედი. მოდი. მაური ედისთვის. შეგიძლიათ ცოტა დაიკავო, არა, ვინდა გაიგო. პირველი იმით დავიწყებ, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გროტესკას შემდეგ, ცოტათი მაინც მეცველოდი გამომდინარე იქიდან, რომ შენთან იყო ბევრი ფილერი. ისეთი თემა, რომელზეც პროსტა ბაზრობდი და პოინტამდე მიდიხარ, მაგრამ მიდიხარ ზედმეტად გვიან, ან იმდენად მნიშვნელოვანიც არა იმ პოინტამდე მისვლა. მაგალითად, მესამე რაუნდში რაც გქონდა, რაც აკეთე, იქ სიტყვებს რო თამაშობ, სიტყვებს რო ტეხავ, პირველშიც რაც გააკეთე მაგალითად რა. ეგრო უფრო ხშირად გეკეთებინა. კულებიც ბევრად უფრო მარტივად დაიწერებოდა და
შესაბამისად ცოტა აქეთ გადმოვიხდებოდ. რაუნდების მიხედვით რო დავყო, მაგარი რთული იქნება, იმიტომ რომ მომენტები იყო, როდესაც პირველში შენს ქონდა მაგარი მომენტი, მერე ცოტა ხანი არა და იგივე ნაირად ოღონდ საპირისპიროდ რა. და ამიტომ რაუნდებად ესე არ ჩავშლი. თუ მაინც და მაინც სათქმელი იქნება მესამე, მეორე, პირველი ვერ გავიგებ ხარ კარგად და ქულების მიხედვით გადაწყდება რა. შენზე ის მინდა მოკლედ მეთქვა რომ ეგ ფილერები იყო რაღაც გამიტეხა და აქით ყველაფერი ხო ძალიან მაგრა იცოდი, ხო ძალიან მაგრა მომზადებული იყავი. უბრალოდ ზედმეტად მომზადებული იყავი რა. ანუ რა თქმა იცი რომ გაასწორა, უბრალოდ იმდენი ენერგია მოდის, იმდენად სწრაფად, რომ ზოგჯერ ყველაფრის ერთად შეკრებას ვერ ვახერხებ რა. ცოტათი რომ ტემპი დააგდო, ჩემი აზრით ცოტათი რომ ტემპი დააგდო. თორე ის აგრესია ორივესგან რაც მოდიოდა ძალიან კაი იყო და ნახოთ აი ქულებში რა როგორ დაჭდება რა. აგლობა ედის. ელე! მაური ერთი პელეს. ახლოსაც არ გინდა. ბიჭო, ანუ ეს ჭიდავი კაი მარც მობას გამიჯო განივები რა არის. ფართობი განაჩვენებ განივი რაც არის. მოგიტყარ განივები. კაი. პირველი რასაც ვიტყვი რომ ანუ ადო უფრო მეტ ინფორმაციას ატევს, უფრო ნაკლებ ლაინში ესე ვთქვათ. რასაც double times ვეძახით ჩვენ ისეთი პონტი არის რომ თუ ვინმე ვერ ხარშავს მისი პრობლემაა უბრალოდ და ჩეთი ის არის რომ იგივე დროში უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის რა. ანუ შენ ისეთი პონტი გქონდა რომ ანუ ხელა სეტაპი გქონდა რომ ბოლოს მოვიწყდებოდა რაზე ებაზრებოდი უკვე რა. და აი მრავალფეროვნების პონჩი ანუ ზოგადად არ გამისწორდა რომ აი ძალიან გადავარდით ამ საქართველოს ისტორიაში ანუ იმან ისუხსენა და მაგ წელს იმან ამაგაზე პასუხი დაუხვედრა და იქ რაღაცა ჭონდიდელი და აი გაჭონდიდებთან შენ ხო და ანუ უნდა ვთქვა მე ჩემი აზრით ვერ მოიგო თუ მე ვიცი ვინც მოიგო და ანუ კაი ნუ საბოლოო ჯამში გაასწორა მარა აი შენ უკეთესი იქნება რომ უფრო მრავალფეროვანი ის კონდეს flow რა იმიტომ რომ სულ ერთი და ვამუღამებდი უკვე სად უნდა გაგერითმა და სად არ უნდა გაგერითმა რა ხო და რავი გაასწორა გილოცავთ მეორე სეზონის დასრულებას აგლობა მოსკი მაური პელესთვის მაური დიჩისთვის შეგახსენებთ რომ მთელი ამ სეზონების განმავლობაში ჩვენს გვერდით იყო სახელოსნო ბარი ომეგა ემბერი და კონტროლ რუმი ქულები ხო მოდი გადავხედავ და დავრწმუნდე მაინც ანუ რო რამე არ გამოგჩეს მე არ ვიცი და ქულები იყო შემდეგნაირი 66-ით 73 აი ეს სათავე უნდა მოკლედ ქულები იყო 66-ით 73 და რაიმენდ რუცის მეორე სეზონის ჩემპიონი არის შადო ეს იყო რაიმენდ რუცის მეორე აკაპელა სეზონი, რომელიც დასრულებულია. შემდგომი აკაპელა სეზონი ცოტა ხანს აღარ იქნება, დაელოდეთ მაიკ დროპის სეზონს, რომელიც ივნისში დაიწყება. გელოდებით შემდეგ ვეთრებზე.